სასტრაფო შეიძლება ითქვას გადაუდებელი ამბებია უნგრეთიდან. ვიქტორ ორბანის ოჯახმა სასტრაფო დატოვა უნგრეთი და გადავიდა შეერთებულ შტატებში. ვიქტორ ორბანი და მისი მთავარი თანამოაზრეები აღარ ჩნდებიან საჯაროდ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა აღიარა მტკივნეული მარცხი არჩევნებზე. წინანდვილეში მარცხი არა მხოლოდ მტკივნეული, არამედ გამანადგურებელი აღმოჩნდა. ოპოზიციურმა პარტია TISA-მ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო. და ვიქტორ ორბანი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო უცებ უბრალოდ გაუჩინარდნენ. მაგრამ მთავარი ამბავი შემდეგშია. ვიქტორ ორბანის ქალიშვილი და მისი სიძე იშტვან ტიბორცს უკვე ოფიციალურად დატოვეს უნგრეთი და ნიუ-იორკში გადავიდნენ. გარდა ამისა, მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც ასე აქტიურად უჭერდა მხარს ორბანს, უცებ შეწყვიტა ამ თემაზე კომენტარების გაკეთება და ჟურნალისტებსაც თავს არიდებს, როცა ამაზე ეკითხებიან. მე ალექსეი პეჩი ვარ. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვებასთან და დაალაიქოთ. ასევე გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pechi News-ი, ბმული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. მოკლედ, ვიქტორ ორბანი და მისი მთავარი თანამოაზრეები აღარ ჩნდებიან საჯაროდ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა აღიარა საშინელი დაავადება. მტკივნეული მარცხი არჩევნებზე. და ეს მარცხი მართლაც გამანადგურებელი აღმოჩნდა, რადგან ეხლა ოპოზიციურმა პარტია TISA-მ პარლამენტში 138 ხმა მიიღო, რაც აბსოლუტური საკონსტიტუციო უმრავლესობაა, 2/3 ხმების. ვიქტორ ორბანისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიარტოს Facebook გვერდებზე, სადაც ჩვეულებრივად ცხოვრება ჩქეფს, სადაც ხშირად არის პროვოკაციები, განცხადებები და ასე შემდეგ, უცებ სიჩუმე ჩამოარდა. და თავად ისინი კვირა ღამის შემდეგ არავის უნახავს. ხო გახსოვთ, როგორ უშიშრად ესხონდნენ ვიქტორ ორბანი და პეტერ სიარტო კრიტიკით კიევსა და ბრიუსელს Facebook-ში. ეხლა რატოგაც ჩუმად არიან. სიარტო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა წინა საარჩევნო კამპანიაში, კიდევ უფრო ადრე გაუჩინარდა. და აქ საინტერესო მომენტია. მაგრამ პეტერ სიარტო, როგორც შენ შეამჩნიე, სცენაზე არ იყო, როცა ორბანმა არჩევნებში დამარცხების შესახებ განაცხადა. სად წავიდა სიარტო? ამის შესახებ დაწერა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ანდრეა ვარგადამ. დაიკვირა საღამოს პეტერ სიარტომ უბრალოდ შეცვალა Facebook-ის გვერდის ფონზე უნგრეთის დროშა. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის თხოვნას არ უპასუხა. იქ უბრალოდ შეწყვეტეს რაიმეს კომენტირება, რადგან არავინ იცის, სად გაქრა მათი უფროსი. ფაქტობრივად იგივე გააკეთა დონალდ ტრამპმა, რომელმაც არჩევნების წინ ვიქტორ ორბანს მხარი დაუჭირა და მის მხარდასაჭერად ვიცე-პრეზიდენტი JD Vance-ი გაუგზავნა. როცა დღეს ტრამპს აეროპორტში კითხეს უნგრეთის არჩევნების შედეგზე, ის ჩუმად შემოbrunდა, ასეთი მზერა ესროლა და უბრალოდ ნაწყენი წავიდა. საჯაროდაც ტრამპმა არ გამოეხმაურა ორბანის დამარცხებას და ოპოზიციის ლიდერის პეტერ მადიარის გამარჯვებას და ყველანაირად ცდილობს ამ საკითხის თავიდან აცილებას. თითქოს არაფერი მომხდარა. და ეხლა მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ პარტია TISA-ს საკონსტიტუციო უმრავლესობა საშუალებას მისცემს, თუნდაც ეტაპობრივად, მაგრამ მთლიანად დემონტაჟი გაუკეთოს ვიქტორ ორბანის ავტორიტარულ კორუფციულ სისტემას. ამიტომ ვიქტორ ორბანი კარგად ესმის, რომ მას შეიძლება მიაკითხონ და ამის ეშინია. და ეხლა რა თქმა უნდა, ბევრს უნგრეთში ამბობს, რომ მოусმიეთ, რამდენი ხმაური იყო, ჟურნალისტური გამოძიებები, თუ რა კორუფციულ სქემებს ატრიალებდა ვიქტორ ორბანი. ამიტომ ალბათ შეიძლება მასთან მივიდნენ და აკაკუნონ და უთხრან, მოусმინეთ, აქ უნდა გავერკვეთ. ყოველ შემთხვევაში, იაფი რუსული ენერგომატარებლების შეძენის ისტორია სინამდვილეში ძალიან ხმაურიანია. იმიტომ რომ იცით, ორბანი ძალიან ხშირად უყვარდა ეთქვა, რომ ჩვენ ვყიდულობთ იაფ ენერგომატარებლებს რუსეთიდან. ამიტომ უნგრეთში მომხმარებლები ძალიან დაბალ კომუნალურ გადასახადებს იხდიან, ან ძალიან იაფ ბენზინს იღებენ უნგრეთში. აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, რადგან ჩვეულებრივ ამომრჩევლამდე ეს იაფი ენერგომატარებლების ფასები არ მიდიოდა. მაგრამ ამით ძალიან კარგად სარგებლობდა უნგრეთის ნავთობის კომპანია, რომელიც სხვადასხვა ფონდებისა და სქემების მეშვეობით მოგების დიდ ნაწილს ვიქტორ ორბანის ფონდებში გადაჰქონდა. და ასე გამოდიოდა, რომ ნავთობის გიგანტი იღებდა ფულს ბენზინისა და კომუნალური მომსახურების საბაზრო ფასებზე და რუსეთიდან იაფ ნავთობისა და გაზის ფასებს შორის სხვაობიდა. ხოლო მომხმარებლები ამას დიდად ვერ გრძნობდნენ. იმიტომ რომ კომუნალური მომსახურებისა და ბენზინის ფასების ფორმირება უნგრეთში რატომღაც საერთო ევროპული მაჩვენებლით ხდება. ანუ ირებენ საშუალო მაჩვენებელს ევროპაში. არ ითვალისწინებენ იმას, რომ ისინი საკმაოდ იაფ რუსულ გაზსა და ნავთობს ყიდულობენ. აი ამიტომ ორბანი ასე იცავდა ამ ყველაფრის სწორედ რუსეთიდან შეძენის იდეას. მაგრამ ეს ჯერ არაფერია. აღმოჩნდა, რომ უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყვილი, ვიქტორ ორბანის ქალიშვილი და მისი სიძე იშტვან ტიბორცი,
უკვე დატოვეს ქვეყანა და ნიუ-იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად ჯერ კიდევ კენჭისხრამდ. ანუ კვირას, როცა საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ იხსნებოდა, ოჯახმა უკვე ჩაალაგა ბარგი და სწრაფად გაემგზავრა ნიუ-იორკში. ანუ საინტერესოა, რომ ვიქტორ ორბანის ქალიშვილმა და სიძემ ამას ოჯახური გადაწყვეტილება უწოდეს. თითქოს არა, რას ამბობთ, პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ გადაწყვიტეს სწორედ ამ დროს დაეტოვებინათ ქვეყანა. მაგრამ ეს თავხედური ტყუილია, რადგან ორბანის ოჯახში უბრალოდ ხვდებიან, რომ ჯობია სანამ გვიან არ არის უნგრეთიდან გაიქცნენ. საქმე იმაშია, რომ ორბანის სიძე ტიბორც ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა კორუფციის, რომლის წყალობითაც ორბანის ნათესავები და მასთან დაახლოებული ადამიანები, მათ შორის პარტიული ფუნქციონერები, უზარმაზარ ქონებას იძენდნენ. ტიბორცმა უნგრეთში უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის იმპერია შექმნა. ხოლო სიმამრი, ანუ ვიქტორ ორბანი, პოლიტიკურად ფარავდა ამ ყველაფერს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო თავის მხრივ ორბანის რეჟიმისა და კრემლის რეჟიმის მჭიდრო ურთიერთობების სიმბოლოდ იქცა. როგორც ბოლო კვირებში გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერებიდან გაირკვა, რომლებიც უნგრულმა და უცხოურმა მედიამ გაასაჯაროა, პეტერ სიარტო არაერთხელ უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და უყვებოდა მას რა განიხილებოდა ევროკავშირის ქვეყნების მინისტრების შეხვედრებს. დეკემბერში მოსკოვში ვიზიტის დროს სიარტომ როგორც ჩანს ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთისა და უნგრეთის ურთიერთობების გაფართოების შესახებ. ეს შეთანხმება კერძოდ რუსულ კომპანიებს ახალ უნგრულ პროექტებზე წვდომას აძლევს ელექტროენერგეტიკისა და წყალბადის ენერგეტიკის სფეროს სფეროში. ასევე ითვალისწინებს უმრავლესობას ნავთობის, გაზისა და ბირთვული საწვავის სფეროში. და ეს იმ სიტუაციაში, როცა ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება 2027 წლის განმავლობაში სრულად უარი თქვას რუსულ გაზზე და უნგრეთისგან მოითხოვს, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა. ვიქტორ ორბანი კი ფიცდებდა ვლადიმირ პუტინთან მეგობრობაზე და გპირდებოდა ყველაფერში დაეხმარებოდა, როგორც ბავშვთა ზღაპარში თაგუნია ეხმარებოდა ლომს. მაგრამ ეხლა ვეღარც ორბანს, ვეღარც სეიარტოს ვერ ამიხედავს. რატომღაც ისინი საჯაროდ აღარ ჩნდებიან. პეტერ მადიარი უკვე აცხადებს, რომ მზად არის კვლავ დაახლოოს უნგრეთი ევროპულ კავშირთან. მას შემდეგ, რაც ორბანი ევროკავშირსა და ევროკომისიას ქვეყნის მთავარ მტრებად წარმოაჩენდა. ბლოკავდა დახმარებას უკრაინისთვის და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომლისგანაც მიუხედავად ყველაფრისა, ის აგრძელებდა ნავთობისა და გაზის შეძენას. მადიარმა, რომლის მთავრობამაც ძალაუფლება ერთ თვეში უნდა გადაიბაროს, უკვე განაცხადა, რომ უკრაინისთვის კრედიტზე ვეტოს მოხსნის. პეტერ მადიარისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მხარდაჭერასაც ელიან. სწორედ ამას მოელიან მისგან პირველ რიგში ბრიუსელში. და ხაზს უსვამ, რომ ეს პირველი ნაბიჯია პროცესში, რომელმაც უნდა დაეხმაროს გამბლოკოს 35 მილიარდ ევრომდე, რომელსაც ევროკავშირი უარს ამბობდა უნგრეთისთვის გადაეცა. სხვადასხვა დავების გამო. პირველ რიგში ორბანის რეჟიმის მიერ დემოკრატიული ნორმების შერყევასთან დაკავშირებული. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პეტერ მადიარი მაინც ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესიდან მოდის. და თუ კი ის წარადგენს TIS როგორც მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიას, თავად საკმაოდ ნაციონალისტურ პოზიციებს იზიარებს. მისი განცხადებების მიხედვით ის არ არის მზად უკრაინას ევროკავშირში შეუფერხებელი გზა გაუხსნას და მიიჩნევს შესაძლებლად ენერგორესურსების შეძენის გაგრძელებას რუსეთიდან. და მის ყველაზე ერთგულ მომხრეებსაც კი მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ის ქვეყნის მართვას. მაგრამ მადიარის პოზიციებზე უფრო დეტალურად ერთ-ერთ წინა გამოშვებაში ვისაუბრე. ამიტომ გადადით არხზე. და აუცილებლად გამოიწერეთ, რომ ესეთი გამოშვებები არ გამოდოვოთ. და მეგობრებო, თუ თვლით, რომ ამ YouTube არხის მუშაობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი, შეგიძლიათ არხის მუშაობა ფინანსურად დაუჭიროთ მხარი დონატის მეშვეობით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. აქაც შეგახსენებთ, როგორ ინარჩუნებდნენ ორბანი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო მჭიდრო კავშირებს კრემლთან. ბოლო კვირებში გაირკვა, რომ სიარტო არაერთხელ უკავშირდებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და უყვებოდა მას იმაზე, თუ რა განიხილებოდა ევროკავშირის მინისტრების დახურულ სხდომებზე. თავად ვიქტორ ორბანი ოქტომბერში ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ფაქტობრივად მეგობრობასა და ერთგულებას ეფიცებოდა და დააპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ბუდაპეშტში აშშ რუსეთის სამიტი ჩატარებულიყო. გახსენებთ, რომ მაშინ ორბანმა თავი თაგვად წარმოადგინა, რომელიც რუს ლომს დაეხმარება. უბრალოდ თუ, რა სიბინძურია. ანუ ვიქტორ ორბანი, პუტინი. ვიქტორ ორბანი პუტინს ტელეფონში ჩურჩულებს, რომ მე ვიქნები შენი თაგვი, რომელიც ნამდვილ ლომს დაგეხმარება. უბრალოდ სიბინძურია.
ხა საინტერესოა რა ელოდება ვიქტორ ორბანს შემდეგ. ამიტომ მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ როგორ ფიქრობთ. სად გამოჩნდება საბოლოოდ ვიქტორ ორბანი და მისი ერთგული მინისტრი პეტერ სიარტო. აქ წერტილებს დავასვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ თვლით, რომ ამ არხის მუშაობა მნიშვნელოვანია, საინტერესო და აუცილებელია, მოგიწოდებთ ფინანსურად დაუჭიროთ მხარი არხის მუშაობას, თქვენი დონატით ან ფასიანი გამოწერით. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ასე წერია: ალექსეი პეჩის არხის მხარდაჭერა. აერჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ვარიანტი. მადლობელი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ვშვიდობით.